საღამო მშვიდობისა რეოფინ მედიის ეთერში ქართულენოვანი ამბების დროა და მე ანა ტანდარიანი გახლავართ. სომხეთის ეროვნულმა ასამბლეამ დაკავებული ბიზნესმენი სამվել კარაპეტიანის საკუთრებაში მყოფი კომპანია სომხეთის ელექტროქსელების ნაციონალიზაციის შესახებ განხილვებს აგრძელებს. დოკუმენტი პარლამენტის რიგგარეშე სესიაზე დაჩქარებული წესით განიხილება. კარაპეტიანი სომხეთის ელექტროქსელები 2015 წელს ინტერრაოსგან შეიძინა, რომელსაც კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია Liorment Holding-ის მეშვეობით მართავს. 30 ივნის ბიზნესმენის ოჯახმა სომხეთის ხელისუფლებას საინვესტიციო დავის დაწყების შესახებ აცნობა, რაც ეფუძნება სომხეთისა და კვიპროსის მთავრობებს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებას. აღნიშნული შეთანხმება ინვესტორებს უფლებას აძლევს სახელმწიფოს მიერ მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართონ. კანადა სომხეთს ირანში მყოფი კანადელების დახმარებისთვის მადლობას უხდის. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიტა ანანდმა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან სატელეფონო საუბრისას მადლობა გადაუხადა ერევანს ისრაელ-ირანის კონფლიქტის დროს სომხეთ-ირანის საზღვარზე აგარაკის განშვეთ პუნქტზე კანადის საკონსულო ჯგუფებისთვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისათვის, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ირანში მყოფი კანადელების დახმარება. ამის შესახებ ანიტა ანანდმა X-ის თავის მიკრობლოგში დაწერა. ვესაუბრეთ ჩემს სომეხ კოლეგას, არარატ მირზოიანს, რათა მადლობა გადამეხადა სომხეთისთვის აგარაკის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე კანადის საკონსულო ჯგუფებისთვის ეფექტური წვდომის უზრუნველყოფისთვის. ამის წყალობით ჩვენ ცოტა ხნის წინ შევძელით რეგიონში მყოფი კანადელების დახმარება. ანიტა ანანდმა ასევე დასძინა, რომ სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანთან ერთად განიხილა და ორივე მხარემ დაადასტურა რეგიონში დემოკრატიული პრინციპებისა და ადამიანის უფლებებისადმი ერთგულება. პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა კორუფციის პრევენციის კომისიაში განმარტება წარადგინა სასულიერო პირების მიმართ შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამო. გაზეთ „ժողოვურდის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ეროვნულ ასამბლეაში გაჟღერებული ფორმულირებებთან დაკავშირებითაც ფაშინიანმა კორუფციის პრევენციის კომისიის საპასუხო განმარტება გაუგზავნა. კანონმდებლობის თანახმად მაქსიმუმ 3 თვეში კომისიამ უნდა წარადგინოს დასკვნა პრემიერ-მინისტრის მიერ ქცევის კოდექსის დარღვევის არსებობის ან არარსებობის შესახებ, მაგრამ დასკვნის გამოტანამდე მათ უნდა მიმართონ ინციდენტის მონაწილეებს წერილობითი განმარტებების მისაღებად. პასუხისმგებლობის ორი ვარიანტი სახელდება: მას ან უნდა მოუწოდონ ბოდიშის მოხდისკენ, ან რადგან არ ყავს ზემოდგომი, ვისგანაც შეიძლება სასჯელის მოთხოვნა, ან თავად ფაშინიანმა უნდა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა თავისი საქციელისთვის გადადგომის ჩათვლით. ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეროვნული ასამბლეის დეპუტატმა თაგუი თოვმასიანმა განცხადებით მოითხოვა ნიკოლ ფაშინიანის ქცევასთან დაკავშირებით საქმის წარმოების დაწყება. კომისიიდან უკვე აცნობეს, რომ 15 მაისს ქცევის წესების სავარაუდო დარღვევის შესახებ საქმის წარმოება დაიწყო. დეპუტატმა აღნიშნა, რომ არც ერთი კანონი არ აძლევს უფლებას თანამდებობის პირს, თუნდაც ის პრემიერ-მინისტრი იყოს, გასცეს პასუხისმგებლობის ფარგლებს თავის ემოციებზე მითითებით. სომხეთი და ევროპის საინვესტიციო ბანკი განათლების სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ. სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა ჟანა ანდრეასიანმა ევროპის საინვესტიციო ბანკის დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განათლების სფეროში მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სამინისტროს ცნობით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე, სიუნიქის პროვინციაში მიმდინარე პროექტებსა და თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობებზე. მინისტრმა ანდრეასიანმა ხაზი გაუსვა ზოგიერთი განათლების ახალ სტანდარტთან და პროფესიულ განათლების მოდერნიზაციასთან დაკავშირებულ რეფორმებს. მან აღნიშნა, რომ 2024 წელს მიღებული ახალი კანონი პროფესიული განათლებისა და სწავლების შესახებ მთელი საგანმანათლებლო პროცესის რეფორმებას ისახავს მიზნად და ამ პროცესში კერძო სექტორთან კავშირების გამყარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭება. თავის მხრივ ევროპის საინვესტიციო ბანკის წარმომადგენელმა მატეო რივილინმა განათლება ევროკავშირის სომხეთის პარტნიორობის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებად დაასახელა და თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძვლის გასაძლიერებლად ორმხრივი შეთანხმებას გაფორმების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის დიმიტრი მასიუკის განცხადებით, მოსკოვი მზად არის თბილისთან ურთიერთობების ნორმალიზაციისათვის და ქვეყანას რეგიონული თანამშრომლობის 3+3 ფორმატში ჩართვას თავაზობს. რუსი დიპლომატიის კომენტარში ნათქვამია, რომ ამ ფორმატში ყველა წევრის, მათ შორის საქართველოს მონაწილეობა მთელ რეგიონის აყვავების გარანტია და თბილისისათვის კარი ღიაა. ამასთან მასიუკმა გაიმეორა კრემლის ნარატივა, რომლის თანახმადაც საქართველო დასავლეთის შანტაჟის ქვეშ იმყოფება. მისივე თქმით, დასავლეთი საქართველოს სისხლიან ავანტიურაში ჩართვას ცდილობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის წინააღმდეგ, თუმცა საქართველო არ ამბობს უარს მრავალ ევროატლანტიკურ საგარეო პოლიტიკაზე. მასიუკმა ასევე აღნიშნა რუსეთის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათ შორის საჰაერო მიმოსვლების აღდგენა, სავიზო რეჟიმის გაუქმება და ქართული პროდუქციებისთვის ბაზრის გახსნა. რუსი დიპლომატის განცხადებით, მოსკოვი მზად არის კიდევ უფრო შორს წავიდეს და საქართველოს სტრატეგიულ სატრანსპორტო კორიდორ ჩრდილოეთის სამხრეთში ჩართოს. ცნობისათვის ჩრდილოეთის სამხრეთის სატრანსპორტო კორიდორი რუსეთს ინდოეთთან, ირანთან და მეზობელ ქვეყნებთან აკავშირებს, რაც გადაზიდვების დროსა და ხარჯებს მნიშვნელოვნად ამცირებს. რაც შეეხება 3+3 ფორმატს, ის სამხრეთი კავკასიის 3 ქვეყანას, აზერბაიჯანს, სომხეთს, საქართველოს და მათ 3 დიდ მეზობლეს, რუსეთს, თურქეთს, ირანს შორის თანამშრომლობას ითვალისწინებს. რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები კვლავ უკიდურესად დაძაბულია. ამ ფონზე აზერბაიჯანში მალე ყველა რუსულენოვანი სკოლა დაიხურება. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული თითქოს და მიზნად ისახავს აზერბაიჯანული ენის როგორც განათლების ძირითადი ენის პოზიციების განმტკიცებას. თუმცა ალბათ ბევრს ახსოვს, რომ 2022 წელს რუსეთის პრეზიდენტ პუტინთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ილჰამ ალიევი თავს იწონებდა, რომ რეგიონის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით აზერბაიჯანში 324 რუსული სკოლა ფუნქციონირებდა. მისი თქმით, ამ სკოლებში 160,000 ბავშვი სწავლობდა, კიდევ 800,000 მოსწავლე კი რუსულს როგორც მეორე ენას სწავლობდა. იგეგმება, რომ სკოლები აზერბაიჯანულენოვან სწავლებაზე 3 წლის განმავლობაში გადავლენ. ბაქომ დღეს ასევე დოკუმენტი გამოაქვეყნა, სადაც რუსეთის საჰაერო თავდაცვის ოფიცერი აცხადებს, რომ 2024 წლის 25 დეკემბერს ბაქო-გროზნის რეისის შემსრულებელი თვითმფრინავი თავდაცვის სამინისტროს ბრძანებით ჩამოაგდო. იცლება საქართველო-ირანის ურთიერთობები. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხევთისიაშვილი თბილისში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გამართულ სამგლოვიარო ღონისძიებას დაესწრო. საელჩოს ინფორმაციით, ღონისძიება ისრაელის რეჟიმის მიერ ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. მინისტრის მოადგილის დასწრება აღნიშნულ ღონისძიებაზე ირანული მხარისთვის სოლიდარობის გამოცხადებად შეფასდა. სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების შესახებ დისკუსიები სომხეთის დღის წესრიგშია. ანალიტიკოსები ეხებიან ამ ურთიერთობების განვითარების როგორც შესაძლებლობებს, ისე რისკებს. აღნიშნული შესახებ დეტალურად გაეცანით ჩვენი კოლეგის დავით გენჯოიანის მიერ მომზადებულ რეპორტაჟს. სომხეთ-თურქეთის ურთიერთობები კვლავ რთული და უცვლელი რჩება, მიუხედავად ბოლო წლებში გამოჩენილი გარკვეული დიპლომატიური ძალისხმევისა, განსაკუთრებით სომხური მხრიდან. თურქოლოგი რუბენ საფრასტიანი აღნიშნავს, რომ სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებში არსებითი წინსვლა არ არის. პრინციპულად მე ვერ ვხედავ რაიმე ცვლილებას სომხეთ-თურქეთის ურთიერთობებში. თურქეთმა თავისი პოზიცია უმაღლეს დონეზე დააფიქსირა. ეს ერდოღანმა თქვა, რომ სანამ სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება არ გაფორმდება, თურქეთი არანაირ ნაბიჯს არ გადადგამს სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების კუთხით და თურქეთი ამ პოზიციას ინარჩუნებს. ამ კონტექსტში დიპლომატიური კონტაქტების გააქტიურების მნიშვნელოვან სტიმულად იქცება შუა დერეფანი, რომელიც თურქეთის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. ჩემი აზრით, დიახ, თურქეთისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ეს შუა დერეფანი. რატომ? პირველ რიგში, ეს ყველაზე მარტივი გზაა, რომ აზერბაიჯანთან კონდეს ძალიან სწრაფი და სომხეთის მიერ არაკონტროლირებადი გზა. მეორე, რომ კავშირი კონდეს ცენტრალური აზიის თურქულენოვან ქვეყნებთან პროექტების განსახორციელებლად.
თურქოლოგი აკადემიკოსის თქმით, თუ თურქეთი სომხეთი აზერბაიჯანის რკინიგზა ამუშავდება, თურქეთს შეუძლია მნიშვნელოვნად გაზარდოს თავისი გლობალური გავლენა და ჩინეთი ევროპას დაუკავშიროს. პოლიტოლოგ სურენ სარქსიანის თქმით, თურქეთის მიზნები მხოლოდ შუა დერეფნის ფარგლებს ცედა და უფრო ფართო სტრატეგიას მოიცავს. ამავდროულად თურქეთი უნდა შეეცადოს ისე მოიქცეს, რომ გავლენა შეინარჩუნოს მთელ სამხრეთ კავკასიაში. ბოლო 30 წლის განმავლობაში თურქეთი ვერ ახერხებდა სამხრეთ კავკასიაში შესვლას, ვერ ახერხებდა გავლენის მოპოვებას სომხეთთან რთული ურთიერთობების ან არსებითად ურთიერთობების არარსებობის გათვალისწინებით. თუმცა თურქოლოგი რუბენ საფრასტიანის თქმით, დერეფნის განხორციელება ინფრასტრუქტურულ დაბრკოლებებს აწყდება. თურქეთის სარკინიგზო სისტემა ნახიჩევანთან დაკავშირებული არ არის. ხვალვე რომ გაიხსნა ეცეცმა ზანგეზურის დერეფანი, თურქეთს რკინიგზა არ აქვს. ამიტომ ახლა დაიწყეს ყარსი ნახიჩევანის რკინიგზის მშენებლობა, რომელიც 200 კილომეტრზე მეტია. ოფიციალური მონაცემებით ეს მშენებლობა, რომელიც საკმაოდ რთულ რელიეფზე უნდა გავიდეს, 2039 წელს დასრულდება. რუბენ საფრასტიანის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობების ნორმალიზებამ და საკომუნიკაციო არხების გახსნამ შესაძლო ახალი შესაძლებლობების კარი გააღოს, ისინი ამავდროულად რისკებსაც შეიცავს. დიახ, ეს საფრთხეები იქნება. ჩვენ უნდა შევძლოთ ამ საფრთხეების მართვა, ჩვენ უნდა გქონდეს საშუალებები, რომ საფრთხეები მართვადი გავხადოთ. სპეციალისტების რწმენით, სომხეთ-თურქეთის ურთიერთობების ნორმალიზება და შუა დერეფნის განხორციელება მოითხოვს სომხეთის ინტერესების დაცვის მკაფიო მექანიზმებს, რათა ქვეყანა მისარგებლოს რეგიონული შესაძლებლობებით, მაგრამ ამავდროულად მართოს რისკები. ეს იყო ყველაფერი, რისი მოყოლაც გვინდოდა დღეისთვის. მადლობა ყურადღებისთვის და გემშვიდობებით.